შვიდობისა კურორტ ბახმაროში ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა ხორციელდება იმედის დილის სტუმარი კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილია. შვიდობისა. როგორია ახლა ამჟამინდელი მდგომარეობა ბახმაროში და რა იქნება ამ ცვლილებების მერე? ეხლა ბახმარო ძალიან ლამაზია. მაგრამ არ აქვს ინფრასტრუქტურა. თქვენ კითხვა დავისვით როგორია ახლა ბახმარო. მოგითხართ რომ ძალიან ლამაზია მეთქი. არა, ინფრასტრუქტურას გულისხმობთ. მოგახსენებთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ბახმარო ყველა ქართველისთვის, ვინც ერთხელ მაინც იქ ნამყოფია და ზოგადად გურულებისთვის, რამე თუ გურულებისთვის ეგეთი რაღაც ბრენდია, რაღაც საინტერესო ადგილია და ყველა გურულიც ცდილობს რომ ზაფხულის განმავლობაში ერთხელ მაინც ავიდეს ოჯახთან ერთად და მე მინდა გითხრათ რომ ბევრისთვის სურპრიზი იყო წელს მიუხედავად იმისა რომ ინფრასტრუქტურა არ არის ისეთი როგორც უნდა იყოს 30000 კაცი ისვენებდა იქ მე თვითონ ვიყავი ჩასული დოღზე დოღი 19 ტრადიციული დოღი იმართება ხოლმე 19 აგვისტოს არის კი ფერიცვალებას და ძალიან საინტერესო რიტუალია ესე იქ და 30000 კაცი იყო მინიმუმ ეს რაც იყო ცდილობას რომ ზამთრის კურორტის გამხდარიყო კი ბატონო და ამ ხრივ განვითარებული კი ბატონო მე მინდა გითხრათ რომ კვლევები არის ავსტრიელების ჩვენ რამდენიმე წელი ამ საკითხებზე მუშაობდით იქ საუბარია თოვლის ხარისხზე თავისთავად ფერდობებზე რომელზეც შეიძლება სასრიალო გზები მოეწყოს მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამ წელს უკვე დავიწყეთ და ეს პრეზიდენტის დავალება არის მან დამავალა რომ გავარკვიოთ ქარის მიმართულებები რამე თუ ავარჩიოთ ადგილები სადაც შესაძლებელია მოეწყოს ასეთი ტრასები მე მინდა გითხრათ რომ საბოლოო ჯამში ეს კვლევები რომელზეც თქვენც ისაუბრეთ და მეც კარგად გავეცანი იმას ავსტრიელები გეუბნებიან რომ ეს არის ეგრეთ წოდებული საოჯახო კურორტი სადაც სასურველია რომ აი ამ ოჯახურ დასვენების სეგმენტებს მიექცეს ყურადღება რაც ჩვენ კვლევებში არის ჩადებული მე მინდა გითხრათ რომ დავიწყეთ გეგმაზე მუშაობა უკვე სერიოზულად მე მინდა გითხრათ რომ რაღაც პირველი მონახაზებიც გვაქვს და მე აუცილებლად გეტყვით რას ვაპირებთ პირველ რიგში თავისთავად მინდა ჩვენ შევისწავლეთ ამ ქარის დატვირთვებს ფერდობებზე და შემდგომში ჩვენ ესეთი გეგმა გვაქვს პირველ ეტაპზე ვაშენებთ სასტუმროს საოჯახო სასტუმროს და ესე იგი ეგრეთ წოდებულ დასასვენებელ პატარა ცენტრს ბავშვებისთვის რატომ უნდა წავიდე დასასვენებლად ოჯახთან ერთად ბახმაროში რა ღირებულებები აქვს ამ კურორტს კი ბატონო გეტყობათ რომ გურული არ ხართ ხო არ ვარ ვიცი აი ნახეთ რა ლამაზია მაგრამ ქართველი ვარ ნიშნულობა არა ესე იგი ევროპელებიც ვართ მე მინდა გითხრათ რომ ევროპელიც ვარ ბებიები ყავს ევროპელები მე მინდა გითხრათ რომ რატომ უნდა დაისვენოთ ოჯახთან იმიტომ რომ ეს კურორტი არის ზღვის დონიდან 2050 მეტრზე და იქ არის შერწყმული მთის და ზღვის ჰაერი იქ არის ორი მთა ესეთი მზის ამოსვლის მთა და ეს კი ბატონო კარგად ცოდნია ძალიან მაგარია მოკლედ და ჰაერია ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ამობენ 20 დღის განმავლობაში სასურველია ეს ფილტრების ყოფილა ძალიან კარგი და იცით რომ ადრე ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებსაც კურნავდნენ შესაბამისად ბავშვებისთვის ეს არის ძალიან 30000 კაცი იმ პირობებში რომ თითქმის პირობები არ არის იქ ხო არავიდოდ ამ შემთხვევაში ეს არის ბუნებრივად რაღაც ესეთი რაღაც მარგალიტია ეს რეალობა არ არის მოდი სიტყვები და შესაბამისად ჩვენ ეს ჰაერიც უნდა გამოვიყენოთ ეს საკურორტო თვისებებიც იმ ჰაერის რომელიც იქ არის და შესაბამისად ამას ვაკეთებთ და ამიტომ უნდა ავიდეს ოჯახით ადამიანი ბატონო ეს ბუნებრივი პირობები რამდენად იძლევა იმის საშუალებას რომ ეს კარგად გამართული ზამთრის კურორტი იყოს და თქვა კონკურენტუნარიანი ზამთრის კურორტების ბაზარზე მე მინდა საქართველოშიც ეს რა არის ყოველთვის ყველაფერს აქვს რაღაც თავის მარჟა ნუ არ უნდა ვიყოთ ესე რომ აი ყველაფერს უნდა ვაჯობოთ ამ კურორტით მაგალითად მე მინდა გითხრათ რომ ეს იქნება კურორტი რომელსაც მიებევა მთელი გურია და თქვა ის რეგიონების სამეგრელოს გულისხმობს ძალიან ბევრი სამეგრელოდან ჩამოდის ადამიანი აჭარიდან ჩამოდიან აჭარიდან პირდაპირ გადასასვლელია იქ პატარა გზა არის და იქით ადამიანები გადმოდიან პროდუქტებიც რეალურად იქ ახლა წარმოგიდგენთ 30000 ადამიანის კვება ესე ადვილი არა იმ პირობებში ერთი რესტორანიც არა და ეს კვების ობიექტი არ არის მე არ დავასრულე კვების ობიექტების აშენებას გვინა შემდგომი ეტაპი იქნება ის რომ თქვა შემდგომ დოღზე ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ასეთი რაღაცა რომ იყოს ეს სასტუმრო რომელიც მე გითხარით ეს ცენტრი რაღაც ბავშვების გასართობ ადგილებს გავაკეთებთ და აუცილებლად კვების ობიექტებს რამდენიმეს რომ ადამიანებს შეძლოთ პრობლემות ასვლა და სადილა ძალიან სასიამოვნო ჰაერი არის ისე რატომ ნავიდეთ კაი ჰაერია და იმიტომ 2050 მეტრზე კურორტია ხო რამე კონკრეტული გეგმა არსებობს თუ აი კონკრეტული გეგმა არა ეს არის ეტაპი მეთქი ამ გეგმის ხო გითხარით ასე ჩვენ შევისწავლეთ ქარეს დატვირთვებს და შემდგომი ეტაპი იქნება ის რომ ყველა შემთხვევაში ხა მე მინდა გითხრათ რომ სტატისტიკით 2015 წელს იქ იყო მოდიში 2014
1985 წელს იქ იყო 15 მეტრი თოვლი მოვიდა, საშუალოდ მოდის 2-დან 3-4 მეტრი თოვლია ყოველ ზამთარს. ესე იგი, ეს ყოველ შემთხვევაში გამოსაყენებელია, ჩვენ ახლა პრეზიდენტთან ერთად რო ვიყავით, იყო 15-დან 20 სანტიმეტრამდე თოვლი idო. ნუ თუ თქვენ უყურეთ, ხო, უკვე იყო. როცა ჯერ თქვა მესტიაში ჯერ თოვლი არ არის. ამიტომ ჩვენ ამას თავისთავად გამოვიყენებთ, დაიწყება კვლევა ამ თოვლის და იმ ქარეს დატვირთვის, რომ შევარჩიოთ ტრასები, როგორც და შემდგომ ეტაპი იქნება რაღაც პირველი იქნება თქვა ბავშვების ტრასები და შემდგომში დიდი, იმიტომ რომ იქ არის ძალიან დიდი სივრცე, რომელიც გამოყენება შეიძლება. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ გეგმის პირველი ეტაპი იქნება ის, რაც მე გითხარით და შემდგომში მოყვება ის, რომ ადამიანებს უკვე მხოლოდ ჰაერის გამო კი არა ვიდნენ, ამიტომ გასართობადაც ავიდნენ თქვა ეს ტრასები იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა ვიცი მე მგონია, რომ წარმოვიდგინოთ, შეგვიძლია დავთვალოთ რამდენია საჭირო იქნება ჩახუდეს ზღვაზე, თქვა 48 კილომეტრი არის ჩოხატაურამდე, ნუ ეს გზა ფაქტიურად ჩვენ 3 წელს განმავლობაში ვახერხებდით, რომ შევინახეთ და კარგ მდგომარეობაშია, ნუ რამდენიმე უბანია დაზიანებული და თქვა ამ რა ქვია, დოღისთვის ჩვენ უკვე ამასაც შევაკეთებთ და გავაკეთებთ. შუქი უპრობლემოდ გაკეთდება, თქვა წყლის საკითხები უკვე კვლევა მიდის, წყლის სახელმწიფო კომპანიას მე დავავალე და თქვა წაბურგლების წყლის პრობლემას მოგვარებადია, ამის თქმა მინდა. თქვა 48 კილომეტრი, შემდგომში 20 წუთი უნდა ოზურგეთამდე და თქვა კიდე 20. ესე იგი, დაახლოებით საათსა და საათ 10 წუთში და საათ ნახევარში შესაძლებელია ადამიანმა ისრიალოს, ეს რეალურია და ჩამოვიდეს შემდგომში ურეკში იბანაოს. მესტიაში არის ფრენები. შესაძლებელია 1 წუთით. აეროპორტი გლებობთ გავაკეთოთ. არა, მე რამნებავს ეს ჩემზე რომ იყოს ბატონო რამას. მაგიტყი მიმიცითებთ ახლა რა იქ. არა, ანუ თუ შესაძლებელია რომ უფრო მოკლე გზა იყოს და ფრენა განხორციელდეს. ნახევარი არც ბევრი არ არის ბოდიში ხა. თუმცა მე არ ვიცი ხა, არ მგონია რომ იყოს კიდევ ერთხელ მინაგიხსნათ, ეს არის 2050 მეტრზე განსხვავებით მესტიისგან, რომელიც 1500 მეტრზეა. იქ ასეთი ვაკესები, სადაც შესაძლებელია აეროპორტი გაკეთდეს, მე როგორც მესმის და რაც მე ვიცი უბრალოდ არ არის. თუმცა კიდე გეუბნებით, ყველაფერი კვლევის შედეგად უნდა გავარკვიოთ. ვერტფრენის დასაჯდომები არის, ვერტფრენი ჩავფრენდით ამ შემთხვევაში და მაინც ვფიქრობ, რომ ის გზა უნდა გაიაროთ, აი ძალიან ლამაზია. იცით როგორ არის? ჩოხატაურიდან 48 კილომეტრი არც ბევრი არ არის, ადამიანი ამ გზაზე რომ მოძრაობ, რამდენიმე გარემოში ხვდები რა. ეს გზა ესეთია, რა ქვია, ძალიან ეს კლაკნილი გზა არის, ეს უღელტეხილი სერპანტინი კი. და კლაკნილი არასწორი ქართულია? არა, სწორია. კი, როგორ არის, სწორია. კლაკნილი გზით სერპანტინით რო ახვალთ, ეს რა არის? ნელა ბუნება იცვლება და ეს უნდა ნახო, ალბათ მანქანით მოძრაობასაც თუ გარშემო ყველაფერი ლამაზია, თავის ხიბლი აქვს. თავის მე მანქანით უფრო მომწონს ხოლმე, ვიდრე თვითონად. მესტიაში ხა გავაკეთეთ ჩვენერი გზა, ზუგდიდიდან 129 კილომეტრი არის. იმ გზაზე, როცა არის ალტერნატივა და თუ მაქვს დრო და 2 საათია საკმარისი ზუგდიდიდან გავხდი, ალბათ არ უნდა გაფრინდი და ალბათ ის გზა უნდა გაიარო და ის ლამაზი ალბათ უნდა ნახო. რა გადაგიმალო და მეც მირჩენია ავტომობილით მოგზაურობა ბატონო რა. არ რისკავთ ხო? არა, პირიქით მიყვარს ძალიან. ბატონო, რატო აქამდე არ მოხდა ბახმაროთი დაინტერესება? გულისხმობ, ბახმარო ყოველთვის იყო ლამაზი, იყო კარგი ბალნეოლოგიური კურორტი, აღმოჩნდა რომ კარგი ზამთრის კურორტი შეიძლება და მხოლოდ ახლა იწყება რეაბილიტაცია 2011 წელს. აქამდე რატო არ გაიგო? მოგახსენებთ, ალბათ ყველაფერი გამომდინარე შესაძლებლობიდან, რომელიც ქვეყანას გააჩნია. არ შეიძლება ერთდროულად ყველა კურორტის იცით რომ საერთოდ გავაკეთეთ, იცით რომ ახლა ინფრასტრუქტურული პროექტები გავახორციელებთ, მესტიაში, კახეთში ვახორციელებთ. ყველაფერს თავის დრო აქვს ალბათ. მე მინდა გითხრათ რომ ყველაფერი გათვლილია კონკრეტულ ხალხის რაოდენობაზე, ხო? ამიტომ ალბათ ამ შემთხვევაში მოვიდა ბახმაროს დროც და დარწმუნება ყველა გული გახარებულია, იმიტომ რომ ყველა გულს ეგონა რომ ეს დავიწყებული კურორტი იყო, რომ რა ყურადღებას არავინ არ აქცევდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ეს დავიწყეთ. მე ვთვლი რომ ყველაფერის ერთდროულად გაკეთება შეუძლებელია, თუმცა კიდე გეუბნებით ყველაფერი გამომდინარე იმ სახსრებიდან რომელიც თქვა ჩვენ გავაჩინეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელსაც გაუჩნდება სურვილი იმზე განახორციელოს. ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ გაგტურებს ეს ეკონომიკის სამინისტროს ამ საკითხებში და ამ დავალებებში, რომელიც ჩვენ პრეზიდენტმა მოგცა ჩართულია. ჩვენ დროულად მუშაობთ, მე და ხალბატონობას რაღაც გარკვეული გეგმები გვაქვს შესაბამისად. ძალიან ბევრი ადამიანს შევეცდებით დავაინტერესოთ, თუმცა კიდე გეუბნებით, არის ბიუჯეტში გათვალისწინებული კონკრეტული თანხები, რომელიც აი პირველ ეტაპებს აუცილებლად გავაკეთებინებს და გავაგზავნებთ ალბათ. შეიძლება გამოიყენოთ ის ლამაზი ლეგენდა, რომელიც უკავშირდება ბახმაროს სახელს. თავადის ქალი მარო. დიახ, თქვენ თუ იცით ამის შესახებ. არა, როგორც თქვენ ალბათ ყოფრო არ ვიცი. მე მოგიყვებით, იყო ულამაზესი თავადის ასული სახელად მარო, ის მოიტაცეს თურქებმა და როდესაც გაედევდნენ მაროს, თურქებმა მოკლეს მარო
მისი გვამეთ დადეს და ქვაზე მისივე სისხლი დააწერეს. ეს თქვენი მარა. არა, ეს არის დაინტერესება. დაინტერესება ტურისტის რატომ? ნუ თურქები არ ავლენ მაშინ ამ შემთხვევაში ამ კურორტებს. მაროს პატივისცემის ნიშნად თურქები უარს იყვნენ ბახმაროს. ძალიან საინტერესო რა. ბატონო, ძალიან ცუდი გზები იყო ამ დრომდე ბახმაროში ასასვლელად და ეს ერთ-ერთი შემოადგენელი ნაწილი ალბათ ამ განვითარების გეგმის. იცით რა, საერთოდ ითვლება რომ 1500 მეტრის შემდგომ ზამთარში გზები რაც უნდა კარგად იყოს დაგებული, თქვა ზიანდება, გამომდინარე ტემპერატურიდან, ფორების წყალი შეზიანდება ასფალტი და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ რომ იქ იყო 3 უბანი, სადაც გზას კვეთდა მდინარე, მთიდან ჩამოსული მდინარე, ის უბნები ჩვენ შევინახეთ, რომ წყალი ავარდით ამ გზას და ასე მე არ ვიცი თქვენ როდის იყავით ბოლოში ბახმაროში თუ ნაყოფხარ. არა, მე გადმოცემით ვიცი არა. ხო არა, საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია გზა თუ და სელექცია რომელსაც განვახორციელებთ და თქვა შემდგომი დოგისთვის გავაკეთებთ, ჩათვალეთ რომ პრობლემოთ იქ მოძრაობა შესაძლებელი იქნება. თქვენ ამბობთ რომ აშენდება ერთი სასტუმრო ამ ეტაპზე. მოსახლეობა რამდენად არის გზა, თქვა სასტუმრო სახლების ტიპის მომსახურება თუ იქნება? ანუ ამ ცვლილებისთვის არის ბახმაროს მოსახლეობა მზად? თქვენ ალბათ არიცით რომ ბახმაროს მოსახლეობა ზოგადად არ ყავს. იმიტომ რომ იქ მოდის 5 მეტრი თოვლი და ბახმაროში რჩება 2 ოჯახი, რომელიც აი იმ სახლებს, რომელიც თქვენ ფონზე იყო, ინახავს. ამიტომ იქ რეალურად ეს კურორტი მუშაობს მას შემდეგ, რაც ნუ ვთქვათ გაზაფხულიდან შემოდგომამდე და ზამთრის განმავლობაში ფაქტიურად იქ არავინ არ არის. ამიტომ ზოგადად ესეთი რამ, რასაც ქვია მოსახლეობა ბახმაროს არ არსებობს. აქედან გამომდინარე ეს იქნება სუფთა კლასიკური კურორტი, რომელიც იქნება გათვლილი სეზონზე და თავისთავად იმიტომაც ვსწავლობ თოვლის ხარისხს, იმიტომაც ვსწავლობ გას, რომ ვთქვათ ეს კურორტი ვამუშავოთ არა მხოლოდ ზაფხულში, როცა ოჯახები ბავშვები აყავდა ეს ჰაერის გამო ეს ყველაფერი ხდება, არამედ ზამთარში რომ თქვა უკვე გამოვიყენოთ ეს ბუნებრივი გარემოც და თქვა რეაბილიტაცია როდის დაიწყება რეალურად? მაშინ როცა იქ ადამიანები ეხლა მე მინდა გითხრათ რომ შეუძლებელი იქნება უკვე იქ მუშაობა დაახლოებით ალბათ 20 დღეში თოვლის გამო. შესაძლებელი ეხლა იქ სერიოზული თოვლი მოვიდა. რადგან 15 სანტიმეტრი თოვლი უკვე იყო. თუმცა ზაფხულში ადიან დამსვენებლები, ხო? ადიან ესე იგი გაზაფხულ ჩვენ ესე იგი ვარაუდობთ რომ უკვე მაისიდან დავიწყებთ ექსეროლოგიური რეაბილიტაციას. მანამდე მოსამზადებელი სამუშაოებს შევატარებთ თავისთავად გზაზე შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე ადრეულ გაზაფხულზე დავიწყოთ მუშაობა, ასევე იქ ჭაბურღილებზე მუშაობას დავიწყებთ. თვითონ როგორ არის რომ ძირითადად 90% შენობების არის ხის. ჩვენ ამ კოტეჯებს უკვე დამზადებას დავიწყებთ ზამთარში და იქ დაიწყება ამ ყველაფრის აწყობა. იმიტომ რომ იქ ხეუფრო მუშაობს, გამომდინარე ამ 4 მეტრიანი თოვლის დატვირთვიდან, შესაბამისად გეგმა გვაქვს. ვიცით როგორ მომიქცეთ და აი ეს ლეგენდის საკითხს რო გადავწყვიტოთ და თქვა ტრანსპორტის საკითხს რომელიც ჯობია იქ მოძრაობა 19 აგვისტოს იმედია რა ყველაფერი კარგად. ამისათვის ჩვენ გვაქვს 8 თვე მოვემზადებით იმისათვის რომ ბახმაროში უნდა დავისვენოთ და ინფრასტრუქტურად იქნება განვითარებული. ტრანსპორტი მთავარია, ძალიან კარგი სამზარეულოა იქ. თან ახლა ისეთ 2050 მეტრზე საკვები რომ ადამიანს შივდება ზოგადად. შესაბამისად ეს კვების პროდუქტები გადმოგვთ აჭარიდან და მოკლედ სამზარეულო ძალიან კაია. ხო წარმოგიდგენთ ესე ოჯახები ადიან თავის ყველაფრით ესეთ ხის სახლებია და იქ ცხოვრობენ აბსოლუტურად ყველაფერი აქვს. სამწუხაროდ იქ არაფერი ზოგადად აი მომსახურეობის არანაირი ობიექტი არ არსებობს და სწორედ ამის გამოსწორებას დავიწყეთ პირველ ეტაპზე. მე დარწმუნებული ვარ ერთ ბოდიში ერთ რამეში რომ რამდენი ტურისტიც არ უნდა ავიდეს იქ აბსოლუტურად ყველა დარჩება. ძალიან დიდი მადლობა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი იყო იმედის დილის სტუმარი.